მედიის ცნობით ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯირვიდან გამორიცხვა შეცდომა იყო. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია მრავალპოლარული სამყაროსა და კონსტრუქციული დიალოგის მხარდასაჭერად. რუსეთი გლობალურ არენაზე ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, რომლის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული სანქციები ძვირად უჯდება ამერიკელ ბიზნესს და საჭიროა მშვიდობიანი მოლაპარაკებების შანსის მიცემა. ადრე შევაფასეთ, რომ ამერიკულმა ბიზნესმა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შემდეგ $300 მილიარდზე მეტი დაკარგა. მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირისგან განსხვავებით უფრო რეალისტურად და ობიექტურად უყურებს რუსეთის როლს მსოფლიოში, ასევე საკუთარ სანქციებისგან მიღებულ ზიანს. დიდ შვიდეულში უკრაინის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ვერ შეძლებენ კიევის მხარდაჭერას და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას კანადაში დაგეგმილი სამიტის შედეგებით, წერს პოლიტიკო. ევროკავშირის დიპლომატების აზრით, უკრაინის მხარდამჭერებს ფაქტობრივად არანაირი იმედი არ აქვთ, რომ რაიმე ტიპის ერთობლივი ქმედებებით შეძლებენ რუსეთზე ზეწოლას ან კიევის მხარდაჭერას დიდი შვიდეულის შეხვედრაზე. უკრაინის რუსეთთან ბრძოლა ახლა უკვე ევროპის პრობლემაა. ამერიკა პრიორიტეტებს იცვლის, წერს ტელეგრაფი. გაზეთის თანახმად შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეტის ბოლოდროინდელი განცხადებების შედეგად ცხადი გახდა, რომ ვაშინგტონი ფაქტობრივად წყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას. რუსეთთან ბრძოლა ახლა ევროპის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ დახმარების ზოგიერთი პაკეტი ბაიდენის პერიოდიდან ჯერ კიდევ ავტომატურ რეჟიმში მოქმედებს, კიევი თავის ყველაზე ძლევამოსილ და მდიდარ მოკავშირეს კარგავს. უკრაინისთვის საბედნიეროდ ევროპელი ლიდერები არაერთხელ დაჰპირდნენ კიევს, რომ მიაწვდიან უკრაინას იმას, რაც მისი ბრძოლისთვის აუცილებელია. უკრაინისთვის საუბედუროდ ევროპა, როგორც ჩანს, უკეთ გასცემს დაპირებებს, ვიდრე პრაქტიკაში მოქმედებს. შეძლებს თუ არა კიევი მხოლოდ საკუთარი რესურსების და ევროპის არასტაბილური დაფინანსების ხარჯზე გადარჩენას, კითხულობს სტატიის ავტორი. ისტორიები რუსეთის მოსალოდნელ ეკონომიკურ და სამხედრო მარცხზე პოზიტიურ განწყობებს აჩენს, მაგრამ არ დასრულდება უწყვეტი საჰაერო და სახმელეთო შეტევები. მიმდინარე წელს რუსეთი აპირებს თავდაცვაზე $160 მილიარდი დახარჯვას. რუსეთში დახარჯულ დოლარს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს. რუსული T-90 დაახლოებით $4 მილიონზე მეტი ღირს. დასავლელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამერიკული სარაკეტო კომპლექსები პეტრიოტი, რომელიც 1991 წლიდან აწარმოებენ, სულ უფრო ნაკლებ ეფექტიანია რუსული ჰიპერბგერითი მფრინავე რაკეტების და ირანული უპილოტო მფრინავების შაჰედების წინააღმდეგ. ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ კრემლის მიერ თავდაცვისთვის გაღებული გულუხვი ხარჯების დიდი ნაწილი პირდაპირ თავად ევროპისგან ფინანსდება, რომელიც 2025 წელს რუსეთის ნავთობის, გაზის, ნახშირის და უკრაინისთვის €20 მილიარდზე მეტი უნდა გადაუხადოს, ვიდრე ევროპა პუტინის სამხედრო მანქანის დაფინანსებაზე იმაზე მეც ხარჯავს, ვიდრე უკრაინაზე მისი დაპირებები, რომ კიევის საკმარისად დაეხმარება, არაფრის მთქმელია. ბლუმბერგი წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ისრაელთან ურთიერთობაში დაძაბულ ზღვარს გადის. ერთის მხრივ ის სოლიდარობას უცხადებს მის სამხედრო ქმედებებს ირანის წინააღმდეგ, იმავდროულად კი ღაზაში ომს აკრიტიკებს. სააგენტოს თანახმად, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ისრაელთან მიმართებით პრემიერ კირ სტარმერისთვის დელიკატური საკითხია. ის ცდილობს კავშირის შენარჩუნებას ამერიკასთან უსაფრთხოების საკითხებში და ისრაელის მხარდაჭერას ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ამასთანავე ის შიდა პოლიტიკურ წნეხს განიცდის ღაზაში შექმნილი სიტუაციის გამო. სტრამერის მიზანია გრძელვადიანი უსაფრთხოების და მშვიდობის მიღწევა ახლო აღმოსავლეთში, განუცხადა მანამდე ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დიდმა ბრიტანეთმა უკვე გადაისროლა გამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სამხედრო ბაზების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩარეულა ისრაელის და ირანის კონფლიქტში.
შარშალი ბრიტანული თვითმფრინავები ჩამოაგდეს ირანულმა დრონებმა, რომლებიც ისრაელზე შეტევისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ სტრამერმა განაცხადა, რომ ამჯერზე დიდი ბრიტანეთი არ ჩაერევა, რადგან სურს დაძაბულობა შეამციროს. ჩემი მტკიცე პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ დეესკალაციის მიღწევა აუცილებელია და ამაზე ვარ კონცენტრირებული, უთხრა სტრამერმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს. პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ პარასკევს მან განიხილა შესაძლო დიპლომატიური გადაწყვეტილებები ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად. ისრაელის და ირანის კონფლიქტის დაწყება დაემთხვა დიდ ბრიტანეთს და ისრაელს შორის ურთიერთობების დაძაბვას მას შემდეგ, რაც ლონდონმა სანქციები დაუწესა ისრაელის მთავრობის 2 მინისტრს პალესტინური თემებისადმი ძალადობისკენ წაქეზებისთვის. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ სანქციებს აღმაშფოთებელი უწოდა. ბრიტანეთი ასევე რეგულარულად აკრიტიკებს ისრაელურ დასახლებებს მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე და ღაზასთვის დახმარების არასაკმარისად მიწოდებას. ისრაელს და ირანს შორის ომის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებზე საუბრისას ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ძალიან ყურადღებით აკვირდება ნავთობის და სხვა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრ მატებას, მიუხედავად იმისა, რომ ფასები წინა თვეების მაჩვენებლებთან შედარებით დაბალი რჩება. მთავრობა შეწუხებულია ასევე იმ გავლენით, რომელსაც კონფლიქტის გეგმების მარშრუტებზე ახდენს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი მსოფლიო ვაჭრობისთვის, წერს ბლუმბერგი. ოკუპირებული მიწების მცხოვრებლებო დარჩენილ დღეებში სჯობს დატოვოთ ეს მიწები, რადგან მომავალში ისინი საცხოვრებლად უვარგისი გახდება. ასე მიმართა ისრაელელებს ირანის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეზა საიადმა. მამაცი ირანელი მებრძოლების პასუხი თავისი მასშტაბით იქნება დამანგრეველი და მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიების ყველა წერტილს. ოკუპირებული მიწების მცხოვრებლებო დარჩენილ დღეებში სჯობს დატოვოთ ეს მიწები, რადგან მომავალში ისინი საცხოვრებლად უვარგისი გახდება. ბოლო ღამეების განმავლობაში წარმატებით განადგურდა ბევრი მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე სამიზნე, მათ შორის სამხედრო და დაცვის ობიექტები, რეჟიმის გადაწყვეტილების მიმღებთა ცენტრები, მეთაურების და სამხედრო მეცნიერთა საცხოვრებელი ადგილები თქვენ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს ყველა მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ადგილის და ობიექტის შესახებ მონაცემთა სრული ბაზა, ამიტომ ხაზგასმით გეუბნებით. მისცემთ დამნაშავე რეჟიმის შესაძლებლობას გამოგიყენოთ თქვენ როგორც ცოცხალი ფარი, მოერიდეთ ცხოვრებას და გადაადგილებას ხსენებული ობიექტების მიმდებარედ, განაცხადა ირანული არმიის წარმომადგენელმა. კიშინიოვში ქალაქის ხელმძღვანელობამ LGBT აღმომის ჩატარებაზე ნებართვა გასცა, მაგრამ იმავდროულად აკრძალა ოჯახის მარშის ჩატარება ლოზუნგით ტრადიციული ფასეულობებისთვის იქნება ოჯახი, იქნება ქვეყანა. ქალაქის ცენტრში პოლიციის დამატებითი ძალები გადაისროლეს. კადრებში ჩანს თუ როგორ იყენებენ პოლიციელები ხელკეტებს და ცრემლსადენ გაზს და როგორ უხეშად აკავებენ დემონსტრანტებს. სამართალდამცველები მიწაზე ყრიან სამღვდელოების წარმომადგენლებს და განაგრძობენ მათ ცემას. რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მომხდარი დაგმო და ხელისუფლების ქმედებას უწოდა ძალადობა მოლდოველი სამღვდელოების წინააღმდეგ, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებს იცავ. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ჰავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ თუკი მუსლიმური სამყარო არ გაერთიანდება, ის ირანის ბედს გაიზიარებს. პალესტინელი ბავშვები იღუპებიან, პროტესტი კი არამუსლიმურ ქვეყნებში უფრო მეტია ვიდრე მუსლიმურში, წუხილით აღნიშნა მან. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ირანი არა მხოლოდ მეზობელია, არამედ მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც პაკისტანს ღრმა ისტორიული კავშირები აქვს. ასიფის თქმით, თუკი მუსლიმური სამყარო ერთიანი ფრონტით არ იმოქმედებს, ცალ-ცალკე თითოეული ქვეყანა ნელ-ნელა სამიზნე გახდება. ის თუ როგორ დარტყმებს აყენებს ისრაელი იემენს, ირანს და პალესტინას უფრო მასათებურ გეგმას მიუთითებს. მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობა უკვე დგას უსაფრთხოების პრობლემების წინაშე. ახლა აუცილებელია ძლიერი ხელმძღვანელობა. პაკისტანი მხარს უჭერს ირანს, დუმილი გამოსავალი აღარ არის, ამბობს ასიფი.